Ურსადზე მეტი გავიდა ზუსტად თინა ბოკუჩავას განცხადებიდან და საგანგებო ბრიფინგიდან, თუმცა ამ დრომდე ჭავჭავაძის გამზირზე შემთხვევის ადგილას არავინ საგამოძიებო უწყების თანამშრომლები არ გამოჩენილა. ნახლავართ ზუსტად ვაკის საცურაო აუზთან, რომელიც დაასახელა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლოკაციაც გატაცების ადგილად, საიდანაც ბოკუჩავას ინფორმაციით საცხოვრებელი სახლის სადარბაზოდან მისი მეუღლე გაიტაცეს. ახლა გაჩვენებთ, რომ ძალიან ბევრი სამეთვალყურეო კამერა არის დამონტაჟებული ვაკის საცურაო აუზთან, სადაც შესაძლებელი იქნებოდა აღიქვა კამერებს თუ ამ გზით გამოიყვანდნენ იოსელიანს, ბოკუჩავას მეუღლეს, ნიღბიანი პირები ავტომობილით მათ შორის შეიძლებოდა მარშრუტის და შესაძლებელია გადაადგილების დადგენა, როგორც თანამშრომლები გვეუბნებიან, ვიდეოკამერები ფუნქციონირებს, მუშაობს ვაკის საცურაო აუზი არ არის ერთადერთი ობიექტი, სადაც სათვალთვალო კამერები გარე პერიმეტრზე აყენია, მოპირდაპირე მხარეს არის ასევე გაყიდვების ოფისი, გარე პერიმეტრზე აყენია კამერები და შესაძლებელი იქნებოდა და იქნება გამომძიებლებისთვის, რომ მარშრუტი გადაადგილების დაადგინონ, რადგან როგორც ბოკუჩავა ამბობს, მისი მეუღლე თვალებ ახვეული გამოიყვანეს. ამ შემთხვევაში ორი მიმართულებით შეიძლებოდა რომ წასულიყვნენ და ყველა მიმართულებით, სადაც ავტომობილით შეძლებდნენ გადაადგილებას, გარე პერიმეტრზე არაერთი კამერა არის დამონტაჟებული. აი ამ სკვერის მოპირდაპირე მხარეს მაგალითად გადაადგილება იქნებოდა შეუძლებელი, რადგან ქვედა მხარეს სამუშაოები მიმდინარეობს სამშენებლო, ამიტომ გზა ჩაკეტილია და მაგალითად ამ პერიმეტრზე ვერ შეძლებდნენ გადაადგილებას. ახლა ჩვენ მივალთ სადარბაზოსთან, საიდანაც სწორედ ბოკუჩავას ინფორმაციით აიყვანეს მისი მეუღლე შენიღბულმა ხუთმა პირმა, გაიტაცეს, წაიყვანეს მისთვის გაურკვეველი მიმართულებით და ამ გზაზე, სადარბაზოსკენ მიმავალ გზაზეც არის სამეთვალყურეო კამერები, რომელიც უყურებს სწორედ საავტომობილო გზას და შესაძლებელი იქნება ამ კამერების ჩანაწერების ამოღების შემთხვევაში მარტივად დადგინდეს, რამდენი პირი იყო თავდამსხმელი, რამდენმა წაიყვანა ჭავჭავაძის გამზირიდან და ავტომობილი რა მიმართულებით წავიდა. ახლა ეს არის სწორედ ჭავჭავაძის გამზირი, ბოკუჩავას საცხოვრებელი კორპუსი, სადაც როგორც ხედავთ არის ერთ მხარეს ეს შლაგბაუმი, თუმცა გარე პერიმეტრზე აქაც დავინახავთ ვიდეო კამერებს. კამერები აი 5-6 კამერა არის ამ პერიმეტრზე და ყველა თქვენია და ყველა მუშაობს, ხომ? პოლიცია დღეს არ მოსულა ჯერჯერობით და არის დაურეკავთ, ხომ? არავის არ დაურეკავს. საპარკინგე სივრცე ის სამი საპარკინგე სივრცეა, ხო? და ეს ერთი პადიეზდია, საიდანაც მოყავს. ეს კამერაც მოქმედია ახლა შემოსასვლელში, რაც ჩანს, ხო? და თქვენ ჩოჩქოლი არ გაგიგიათ და არ არის საერთოდ. ანუ 27-ზე თქვენც აქ ხართ? მე ორნი ვარ და ერთი მე ვარ ხამეროზე დღეს მე ვარ. გუშინ წინ თქვენ იყავით თუ? მე ვიყავ გუშინ, მაგრამ მე არ შემიჩნევია. აი აქეთ რომ ყოფილიყო ამბავი და ჩოჩქოლი ვერ გაიგებდით? თუ გაიგებდით ხმას? გამეგო გამოვიდოდი არ გამიგია. აი გვერდით გვერდიდან იქით გვერდი არ ვიცი, აქ და გვერდიც ჩანს. ხო, ანუ ეს მთლიანი პერიმეტრი უნდა ჩარდეს, ხო? წინ და გვერდით მხარე უნდა იყოს. არავინ პოლიციიდან არ შეგხვდებიათ, არც აბასტილოს რომ მოვედი, ყოველ შემთხვევაში არა და უცხოხალ. აი ბოლო 1 საათის განმავლობაში არავინ არ დაკავშირებია. მშენებლობაზე მუდმივად მიდის, ხო, ვიდეო კონტროლი, ანუ კადრების ამოღებაზე პოლიციელები არ მოსულან. კი, რა თქმა უნდა, არაფერი ინფორმაცია არ ვიცი. აი მაგალითად აქეთ გარეთ პერიმეტრს გადაიღებდა თქვენი ვიდეო კამერები და არ ვიცი, დღეს არაფერი ინფორმაცია არ აქვს ჩვენ და აი ბოლო 1 საათის განმავლობაში, საათნახევრის განმავლობაში არავინ არ მოსულა, ხო, ადგილზე? არავინ არ მოსულა, ხო, რამე რა ყოფილიყო, გავიგებდით, რა ვიცი. სამართალდამცავი უწყებიდან მოსული, ხომ არ მოსულა ვინმე და ხომ არ მკითხავს კამერა მოსულა, ვიცი, ხარი დამინახავს. ხო, საერთოდ მოსულა. ისე ეს კამერები მუშაობს და ინფორმაცია აქვს. ჩაიწერდა ხო და და სავარაუდოდ თქვენი კამერა დააფიქსირებდა ხო გადაადგილებას მანქანის ჯგუფის ადამიანების წესით. გაშლა კამერას ხო აქვს ფარტი გზაზე, ხო? კი, ბატონო, მაგრამ არანაირი ინფორმაცია არ მივიღე, მაგას შემოშავდი ჩვენ არანაირი ინფორმაცია არ მოსულა. შეიძლება ვინმე კონკრეტულად მივიდნენ, რაღაც ვერ მიგეთქვა. 24-ში წერს ეს კამერა. წესი და
ეს არის სწორედ საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო, ერთადერთი სადარბაზო აქვს ამ საცხოვრებელ კორპუსს, საიდანაც ადგილობრივები ახერხებენ ბინებში შესვლას და გამოსვლას და აქაც არის არაერთი კამერა, მათ შორის სწორედ ის კამერები, რომელიც საცხოვრებელი კორპუსის დაცვას აქვს დამონტაჟებული, შიდა პერიმეტრზე 2 კამერა უყურებს, ასევე გარე პერიმეტრს ამ საცხოვრებელი კორპუსის დაცვის ასევე 2 კამერა აკონტროლებს, შესაბამისად ამ ყველაფრის ამოღებით საკმაოდ მარტივად იქნება შესაძლებელი იმის დადგენა, სად როგორ რამდენი ადამიანის მიერ მოხდა წაყვანა იოსელიანის საცხოვრებელი ბინიდან, ასევე მეორე მხარესაც საცხოვრებელი სადარბაზოს მოპირდაპირ მხარესაც ხედავთ ახლა კადრში კამერებს და ეს კამერები დააფიქსირებდა ყველა მიმართულებით, ნებისმიერი მიმართულებით, რა მიმართულებითაც იოსელიანს გაიყვანდნენ, მარტივი იქნება იმის დადგენა თუ ვინ წაიყვანა და რა მიმართულებით გააგრძელეს გადაადგილება და შესაძლებელი იქნება თუ ავტომობილი აქ იყო ახლოს ნომრების ამოცნობაც შესაძლებელი იქნება. და რას ამბობენ ქართულ ოცნებაში ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის საგანგებო განცხადების შემდეგ, რომელმაც აღნიშნა, რომ მისი მეუღლე არის გატაცებული 8 საათის განმავლობაში ისყავდა დატყვევებული სავარაუდოდ სუსის შენობაში და მასზე ზეწოლას ახორციელებდნენ, ემუქრებოდნენ ოჯახის უსაფრთხოებით, მათ შორის მცირეწლოვანი შვილების უსაფრთხოებაზე და ქართული ოცნების წარმომადგენლების ნაწილს ამ საკითხზე საუბარი არ უნდა, ნაწილი ამბობს, რომ ეს ყველაფერი არის თინა ბოკუჩავას მიერ გამოგონილი, ანუ არენდობიან ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის მიერ გავრცელებული ინფორმაციას, უნდობლობას უცხადებენ და ამბობენ, რომ ამ რიგად ამჯერად ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ და მისმა მეუღლემ ეს როლი მოირგეს, რომ ეს ინფორმაცია გაევრცელებინათ. უნიჭო სპექტაკლია. მაგრამ ამავდროულად სიბოროტის ის დოზა ახლავს, ის დონე ახლავს, რომელიც ახასიათებდა ნაცმოძრაობას. მაგრამ დღეს ესეთი ზღაპრის მოყოლა, პროდუქტის ზღაპრის მოყოლა უკავშირდება კონკრეტულ ამოცანას, რომ შეურაცხყოფა მიაყენოს უშიშროების სამსახურს, ახალ ხელმძღვანელობას, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს. კლუბ სანჩეს ამორის გარდა ამას არავინ არ დაიჭირებს. თინა ბოკუჩავა არ არის პოლიტიკოსი, ხა ვინმე ფიქრობს პოლიტიკურად განეიტრალებაზე რა, ნამდვილად არანაირი რესურსი ხა თინა ბოკუჩავას, ცოტა უფრო დამაჯერებელი ზღაპრები მოიგონოს ხოლმე და ურჩევ რომ მოусმინოს ამ კომისიას. ვერ გადაფარავენ ახლა ამ კომისიაზე ნაცმოძრაობის განადგურებას პირდაპირ გაგებით რაღაცა მოგონილი ზღაპრები. პირების უსაფრთხოებით დაემუქრნენ, რომ ჩაეწერა უტა ივანიშვილთან დაკავშირებით. არა, არ ვიცი, არც ხმას ვიცნობდა აქ. მაგრამ ბოკუჩავა ინფორმაცია გეუბნებით, რომ გაიტაცეს თვალებს შეკრული ადამიანი. აი, ხა თინა ბოკუჩავას მორიქსით როს ახურე. შვილების უსაფრთხოებით დაემუქრნენ მათ შორის. ვისთან მიუქეს, ვინ აცხადებს ამას? თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ მისი ქმარი გაიტაცეს და ვინ არის მისი ქმარი? ვინ არის მისი ქმარი? არ ვიცი, არ და რომ ჩაეწერა ვიდეო უტა ივანიშვილთან დაკავშირებით. თვალებ ახვეული გაიტაცეს თინა ბოკუჩავას ქმარი და ბოკუჩავა ამბობს, რომ მისი პოლიტიკური განეიტრალება გსურდა. არ გამიგიებთ. ეხა ხომ გაიგეთ და როგორ შეაფასებთ? ეს ინფორმაციაზე კომენტარი როგორ გავაკეთე? შეგვიძლია ვნახოთ ეხლა თინა ბოკუჩავას ბრიფინგს ერთად მოვუსმინოთ. უტა ივანიშვილზე ამიტომ ჩაწერა ვიდეო მან. პოლიტიკური ოპონენტების განეიტრალების ახალი მეთოდი აქვს ქართულ ოცნებას. თინა ბოკუჩავას ქმარი ვინ გაიტაცე და რატომ? სუსის შენობაში თვალებ ახვეული გადაიყვანეს და აიძულეს, რომ უტა ივანიშვილთან დაკავშირებით ვიდეო ჩაეწერაო. ბატონო გიორგი, როგორ შეაფასებთ? შვილების უსაფრთხოებით ემუქრებოდნენ ბოკუჩავას ქმარს სუსის შენობაში. მიესალმებით ამ ყველაფერს? მინდა რომ მაყურებლისთვის საკმაოდ კარგად იყოს აღსაქმელი რა ხდება საცხოვრებელ კორპუსთან და რამდენად გაუმარტივდებათ გამომძიებლებს იმის გარკვევა, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა, რამდენი ადამიანი ჩაუსაფრდა ძალის გამოყენებით, რამდენმა ჩასვა ავტომობილში და წაიყვანეს ბოკუჩავას მეუღლისთვის უცნობი მიმართულებით, რომ კორპუსის გარეთ ასევე სხვადასხვა ობიექტზე არის სათვალთვალო კამერები დამონტაჟებული და ახლა ხედავთ, რომ მთლიანად კორპუსის გარშემო აბსოლუტურად ყველა ობიექტზე არის სამეთვალყურეო კამერები და სურვილის შემთხვევაში გამომძიებლები შეძლებენ, რომ ამოიღონ ეს კამერები და დაინახონ და გაარკვიონ რა მიმართულებით, რა ავტომობილით, რამდენმა პირმა წაიყვანა იოსელიანი.